პროგრესი, ევოლუცია, ახალი ტექნოლოგიები, რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა. რა სიახლეს გვთავაზობენ მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტექნიკის წარმოებელი ფირმები. ყველაზე უახლესი ინფორმაცია და ცნობილი ბრენდების უცნობი ისტორიები. შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში. გადაცემა ტერაბაიტი. ზაზა ჭიტანელასთან ერთად. რადიო იმედზე. გამარჯობა, თქვენ უსმენთ გადაცემას ტერაბაიტი, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანელა გახლავართ. საუბრის დღევანდელი თემა პორტატული და სტაციონალური კომპიუტერებია. ვისაუბრებთ დღევანდელი ნოუთბუქების შესაძლებლობასა და პერსპექტივაზე, როგორია დღეისთვის მიდგომა იგივე სტაციონალური კომპიუტერის მიმართ და საბოლოოდ ანაცვლებს თუ არა მას ლეპტოპი. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან კომპანია Lenovo-სა და კომპანია Geobit-ის წარმომადგენლები, ლევან მიმინოშვილი, Lenovo-ს channel account manager და გვანცა მაღლაკელიძე, Geobit-ის PR manager. სანამ დიალოგს შეუდგებით და ზოგად თემებზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, მანამდე მათ სარეკლამო განცხადება აქვს ეს ორი კომპანია ერთობლივ პროექტზე, რომელსაც ისინი სარეკლამო დროის ფარგლებში გააცნობენ მომხმარებელს. ჯერ ჩვენი სტუმრების სარეკლამო განაცხადს მოусმინოთ, შემდეგ კი ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას. გისმენთ. მივესალმები რადიო მსმენელს და მინდა გაცნოვოთ, რომ Geobit უკვე ძალიან კარგი სიურპრიზი აქვს თავისი მომხმარებლისთვის. კომპიუტერების მწარმოებელ ფირმასთან, Lenovo-სთან გვაქვს ძალიან კარგი პროექტი და ვაპირებთ, რომ სპეცფასი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. ფასი მისი იქნება 529 ლარი. და მინდა მონაცემებზეც გავამახვილო ყურადღება, რაც ძალიან იშვიათი არის ასეთ დაბალი ფასის კომპიუტერს ასეთი კარგი მონაცემი ქონდეს. ეს არის 320 გიგაბაიტი მყარი დისკი, ანუ მეხსიერებაზეა საუბარი, 2 ოპერატიული და მას აქვს ასევე დისკების წამკითხველის, რაც საკმაოდ იშვიათი არის ამ ფაზის კომპიუტერებში. რაც შეეხება კონკრეტულად სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს, უკვე ბატონი ლევანი ისაუბრებს. მოგესალმებით, ძვირფასო მსმენელებო, მე მინდა აღვნიშნო ამ ნოუთბუქზე კიდევ ის, რომ აქვს Intel-ის პროცესორი და არის საკმაოდ ხარისხიანი ნოუთბუქი, რომელიც ფაქტურად არ იბრაკება. ეს არის Lenovo-ს ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ნიშა, ასე ვთქვათ, რომ მას ხარისხი აქვს უმაღლესი. ასევე მინდა ორი სიტყვით თქვა Lenovo-ს და Geobit-ის ურთიერთობაზე. Lenovo-ს ავტორიზებული საცალო გამყიდველია Geobit-ი და ამიტომ თავმად შეიძინოთ Geobit-ში Lenovo-ს ნოუთბუქები და თქვენ დაცული იქნებით როგორც სერვისის, ასევე ოფიციალურობის მხრივ. ორი სიტყვით ასევე მინდა თქვა Lenovo-ზეც. Lenovo არის ნომერ პირველი კომპანია ნოუთბუქების მწარმოებელი მსოფლიოში და არის ასევე საქართველოშიც უკვე წარმოდგენილი საკმაოდ ფართო არჩევანით. რაც შეეხება ამ აქციას, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ რაოდენობა არის საკმაოდ შეზღუდული და იჩქარეთ Geobit-ში და საკმაოდ კარგ ფასში, საკმაოდ კარგ ნოუთბუქს ყიდულობთ თქვენ. მე მინდა კიდევ დავაზუსტო აქციის რამდენიმე დეტალი, როგორც უკვე ლევანი თქვა, ნამდვილად შეზღუდული არის რაოდენობა, მაგრამ არის კიდევ ასე ვთქვათ, მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტი, ჩვენთან რა თქმა უნდა მოქმედებს 0%-იანი განმეორება და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მეტი. ასევე ჩვენ, როგორც ისიც გვაქვს მომსახურების სფერო და თუ რაიმე ვთქვათ, პროგრამული გამართვა დასჭირდება თქვენს მიერ უკვე შეძენილ Lenovo-ს, ჩვენ სიამოვნებით სრულიად უფასოდ დაგეხმარებით და უკვე სრულიად გამართულად პროგრამულად გაგატანთ თქვენს ახალ კომპიუტერს. რაც შეეხება სხვა აქციას, ჩვენ გვინდა ყურადღება ამაზეც გავამახვილოთ, უკვე პირველ ივნის ბავშვთა დაცვის დღეს ჩვენ გვინდა დავამტყუოთ კიდევ ერთი აქცია, ეს იქნება ლიკვიდაცია ნოუთბუქები. ჩვენ ასევე წართ ხომ, ეს არის ტრადიციული Geobit-ისთვის ექსკლუზიური ფასები ექნება ყველა ნოუთბუქს ჩვენთან, იქნება უზარმაზარი ფასდაკლება და მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს ისარგებლოს ასევე 0%-იანი განმეორებით, ხელზე ყიდვის შემთხვევაში ძალიან დიდი შეღავათებით და სახლში დაბრუნდეს უკვე თავისთვის საოცნებო კომპიუტერით, რომელსაც ექნება ძალიან დაბალი ფასი. მე არ ვხმარობ IAP-ს სიტყვას, იმიტომ რომ IAP-ი ყველაფერი ცუდია, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი ხელმისაწვდომი ნოუთბუქია. თამაშების მოყვარელებისთვის გამოდგება? თამაშების მოყვარელებისთვის არ გამოდგება. ეს არის უფრო საოფისე ნოუთბუქი, რომელიც სახლისთვისაც გამოდგება, რომელიც მარტივი მონაცემებით არის. თამაშებისთვის სრულიად საკმარისი. თამაშებისთვის რა თქმა უნდა საკმარისი არის. ტერაბაიტი, შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში. კიდევ ერთხელ შევახსენებ რადიო მსმენელს, რომ ეს იყო სარეკლამო განცხადება სარეკლამო დროის ფარგლებში, რომელიც ჩვენი გადაცემის სტუმრებმა გააკეთეს. ახლა კი ბატონ ლევან მიმინოშვილთან და გვანცა მაღლაკელიძესთან ერთად ვისაუბრებთ ჩვენს ძირითად თემაზე, რომელიც ეხება სტაციონალურ და პორტატულ კომპიუტერს.
მიზანი იქნება თქვა განვიხილოთ მათი შესაძლებლობები რეალობა და გვანცა თქვენი გამოცდილება როგორია მომხმარებლების მხრიდან ასეთი ჭარბი რაოდენობით ნოუთბუქების და ლეპტოპების მozღოვება ფაქტობრივად ლეპტოპი ნოუთბუქი სინონიმად შეიძლება განვიხილოთ ამ პორტატული კომპიუტერების მომრავლებამ განაპირობა თუ არა ის რომ თქვა სტაციონარული კომპიუტერები გარკვეულწილად დავიწყებას მიეცა და ნაკლებია მასზე მოთხოვნა სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ამხელა მასშტაბით არ იგრძნობა რადიკალური სხვაობა ნამდვილად არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრი გეიმერი ცხოვრობს და მათ სათამაშოდ ურჩევნიათ, რომ პერსონალური კომპიუტერი გამოიყენონ. იქიდან გამომდინარე, რომ მას თქვათ უფრო შეიძლება ძლიერი ვიდეო კარტა ქონდეს. როგორც ასეთი არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ნოუთბუქი თამაშებისთვის, ძლიერი თამაშებისთვის ნაკლებად არის გამოსადეგი. მაგრამ უკვე დღეს ისეთი ტექნოლოგიებია, რომ ეს მითიც დამსხვრეულია, ეს ნაკლებად შეესაბამება უკვე რეალობას. მე ვიცი არაერთი ნოუთბუქი, რომელსაც გეიმერული ნოუთბუქი ქვია, ძვირი ღირს, თუმცა სადაც მოისურვე ბუნების წიაღში. ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ მონიტორი არ გაქვს დიდი. მონიტორი არ გაქვს დიდი და თქვა შეიძლება ნაკლად ჩაუთვალოთ ასეთ გეიმერულ უბრალოდ ძლიერი ვიდეო ბარათის მქონე ნოუთბუქს ის რომ როგორც წესი წონაში მძიმეა ხოლმე. ეს მისი მახასიათებელია, თუმცა სხვა მხრივ იგი სამაგიეროდ სტაციონართან შედარებით ტარება შეგიძლია. კი. ხოლო თამაშებზე რო არ ვიყოთ ორიენტირებული, რაც შეეხება მოთხოვნას, უკვე ქალაქების მომხმარებლები ჩამოყალიბებულები არიან, ნამდვილად ნოუთბუქი ურჩევნიათ, მაგრამ არიან ხალხი, რომელიც თქვათ რაიონებიდან მოდიან ეს ცხოვრობენ სოფელში, მათთვის ჯერჯერობით რატომღაც მაინც პერსონალური კომპიუტერი რჩება უფრო ასე თქვათ ძლიერ და გამოსადეგ კომპიუტერად. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა სწორედ მათგან არის დიდი პერსონალურ კომპიუტერებზე. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ნოუთბუქის მოთხოვნა ძალიან გაიზარდა ამ ბოლო დროს. პრინციპში სტაციონარულ კომპიუტერს ესე ადვილად ნოუთბუქი ალბათ ვერ ჩააჩუჩებს, იმიტომ რომ მას აქვს თავისი ღირსებები და პლუსები, რომლებსაც რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც ვერ დაჩრდილავს პორტატულობის მიუხედავად ნოუთბუქი. მაინც. დისციპლინას აქეთკენ ტენდენცია უკვე მიდის ისედაც. ეს ასეა. კარგი, ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი მივუახლოვდა დასასრულს. ახლა სარეკლამო სავალდებულო სარეკლამო ჭრა გვაქვს, შემდეგ დავრუნდებით პირდაპირ ეთერში და მიმოვიხილოთ რა შეუძლია კიდევ შემოგთავაზოს ნოუთბუქმა, როგორი პერსპექტივა გააჩნია მას და რამდენად შეიძლება არჩევანი გაიზარდოს ამ მიმართულებით მომხმარებლისთვის. ტერაბაიტი, შენი ყოველდღიური მეგზური, უხილავ ციფრულ სამყაროში. კვლავ პირდაპირ ეთერშია გადაცემა ტერაბაიტი. დღეს ჩვენ საუბრობთ ჩვენ სტუმრებთან ერთად თემაზე, რომელიც ეხება პორტატულ და სტაციონარულ კომპიუტერებს. პირველ ნაწილში მიმოვიხილეთ, ასე ვთქვათ, სუბუქად, როგორია თქვათ დღეს მიდგომა საზოგადოების მხრიდან ამ ორი მოწყობილობის მიმართ და ახლა საინტერესოა თქვათ ჩვენ სტუმრებთან ერთად მაინტერესებს მათი მოსაზრებები. ჯერ პირველ რიგში იმით დავიწყოთ, რომ გვანცა ქალბატონი ერთადერთი შემოძანდების სტუდიაში თუ არ ჩავთვლით ჩვენი ხმის ოპერატორს, რომელიც ჩუმაძის და ჩვენს ხმას არეგულირებს. ამიტომ მე და ლევანი შენ დაგითმოთ სიტყვას, კითხავთ თქვათ თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას, პორტატული კომპიუტერი თუ სტაციონარული? პირადად მე რა თქმა უნდა ნოუთბუქს უფრო დიდ უპირატესობას ვანიჭებ, იქიდან გამომდინარე რომ საკმაოდ კომფორტის მოყვარული ვარ და ყველა ადამიანი ალბათ არის კომფორტის მოყვარული და ამ კომფორტს რა თქმა უნდა ნოუთბუქი უფრო მეტად მიქმნის. იქიდან გამომდინარე რომ სამუშაოდ ყოველთვის შემიძლია ვატაროთ ან ერთადერთი რაც მინდა რომ გაუმჯობესდეს ნოუთბუქში ეს არის ელემენტის გამძლეობა და დარწმუნებული ვარ. დიახ, დარწმუნებული ვარ დროთა განმავლობაში ამასაც მივახცევთ რომ უფრო მეტი ხანგრძლივობა ქონდეს ნოუთბუქის ელემენტს და დიდხანს გვაცალოს მუშაობა. ძალიან კარგი. არსებობს ესეთი ნოუთბუქები, რომელსაც უკვე 13 საათიანი ელემენტებიც აქვს და თან საკმაოდ პრაქტიკული და თხელები არის. მინდა რომ ხელმისაწვდომი იყოს ეს კომპიუტერი ყველასთვის. ლევან, თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას? მე უპირატესობას ვანიჭებ ნოუთბუქს, რომელიც აქვს დიდი ეკრანი და კარგი მონაცემები. დიდი ეკრანი და კარგი მონაცემებით უკვე პორტატულობის თვალსაზრისით ცოტა მოუხერხებელი ხდება. დიდი ეკრანს გულისხმობ მე 17 დუიმს. ანუ ეს იმიტომ რომ მოსახერხებელი იმიტომ არის რომ ითამაშებ კიდევაც პროგრამებითაც ისარგებლებ, რომელსაც დიდი წარმადობა ჭირდება და პლუს გადაადგილებ კიდევაც მარტივად. გასაგებია. ვიდეო ბარათი, ძლიერი ვიდეო ბარათი და ასე შემდეგ. გამოდის რომ სამივენი
სტუდიაში ვინც ახლავს ხეთვართ მიკროფონებთან, გამოვდივართ ნოუთბუქის მომხრენი. უბრალოდ ჩემი პოზიცია არის ისეთი, რომ ჩემთვის მაგალითად, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მირჩევნია იყოს ნოუთბუქი ზომაში შედარებით პატარა, 17-იანი ჩემთვის დიდია, ხო, დიახ, ულტრაბუქზე ვსაუბრობ. 15-იც უკვე ჩემთვის მისაღებია იმ კუთხით, რომ მობილურობა მისი არის უფრო პრაქტიკული და ამავე დროს მე უკვე ბევრად მირჩევნია, თქვა, ჩვეულებრივ ნოუთბუქს, რომელიც კლასიკურად იხსნება და ორ ნაწილად იყოფა ეკრანი და კლავიატურა. მირჩევნია და უფრო პრაქტიკულია ტრანსფორმერს, რასაც ეძახიან, ჰიბრიდს, რომლის მონიტორიც ისვლის პოზიციას და მონიტორი არის სენსორულ ეკრანიანი. შემიძლია მე კლავიატურის გამოყენების გარეშე ვიმუშაო მონიტორზე და საჭიროების შემთხვევაში უკვე ცოტა ვრცელ ტექსტზე მუშაობისას ავწიო მონიტორი და გამოვიყენო კლავიატურა. გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები და ზოგადად დღეს უკვე ისეთი მდგომარეობაა, რომ ნოუთბუქსა და ტაბებს შორის ზღვარი ნელ-ნელა იშლება. ეს მას შემდეგ უფრო ხდება ნათელი ჩემი აზრით, როდესაც უკვე მოხშირდა ნოუთბუქები, რომლებსაც მონიტორი ეხსნება. თავისუფალი რჩება კლავიატურა და მონიტორის სენსორი ჩვენ უკვე სარგებლობ და მუშაობ. ტენდენცია არის იქითკენ, რომ ნოუთბუქი უნდა შემცირდეს კიდევ უფრო, როგორც ჩვენ აღნიშნე, გვანზე უკვე მასობრივი უნდა გახდეს ნოუთბუქი, რომლის ელემენტის ხანგრძლივობა იქნება გრძელვადიანი და რომელიც იქნება მაქსიმალურად პორტატული. შენ რაღაც ისე მიყურებ ლევან, რომ ბოლომდე არ გეთანხმები, იმიტომ რომ მაინც ყოველთვის ეგრე იქნება, რომ ნოუთბუქში რასაც გააკეთებ პლანშეტში, მას მაინც ვერ გააკეთებ. ყოველთვის ეგრე იქნება მაინც. პირველ რიგში როგორც უკვე ვახსენეთ, ჯერ ნოუთბუქს ბრძოლა აქვს მოსაგები პერსონალურ კომპიუტერთან, ჯერ ნოუთბუქი უნდა დამკვიდრდეს და მერე შეიძლება შორეულ მომავალში უკვე პლანშეტთან. ამასობაში პლანშეტი შეიძლება smartphone-მა შეჭამოს. დიახ, ესეც არის სრულიად შესაძლებელი. ჩვენ რეალურად ასეთი გრადაცია გვაქვს. მაგრამ ნუ იმასაც დავამატებ, რომ არის უკვე პლანშეტები 7 დუიმიანი, რომელსაც დარეკვის ფუნქციაც აქვს. გეთანხმებით? ჩვენ ასეთი გრადაცია გვაქვს. ნოუთბუქი ჭამს დესკტოპს. ნოუთბუქი, რომელიც მე უკვე ნელ-ნელა გარდაისახა ნოუთბუქ ტაბად. ფაქტობრივად გამოდის. ასე გამოდის, ხო და ტაბიდან შემდეგ უკვე მივიდივარ ტელეფონამდე და თქვენ რაც აღნიშნეთ, რომ smartphone-მა შეიძლება გააქროს ტაბი, ამის პირველი ნაბიჯი, დიდი ნახტომი არის ის, რომ უკვე ცალკე სეგმენტია პლანშეტოფონი. კი. 5 დიუმიდან ზევით უკვე ითვლება პლანშეტოფონად. smartphone-ი. არსებობს ეგეთი ტენდენციაც ტაბლეტოპი, რომელიც ნოუთბუქიც არის და ტაბლეტიც ერთად. არსებობს ეგეთი გაჯეტები. მე ვფიქრობ, რომ აი საბოლოოდ იქამდე მივალთ რა. იმიტომ რომ უკვე არაერთი ნოუთბუქია, რომელსაც აქვს ცალკე დოქსადგური, ანუ იგივე პლანშეტები, რაც იყიდება, ხო ცალკე მოყვება რა, მე კლავიატურა თავისი ჩასადებით. კი, მოყვება ნამდვილად. ანუ 10-იანი პლანშეტები ეგეთი. ეს ანუ იგივე პორტატულობის მხრივ ეს არის ძალიან პრაქტიკული რამ. შენ მუშაობ სენსორით, როცა ტექსტი გაგასაკრეფი და უკვე სენსორზე მუშაობა გიზრდება, იყენებ ამ კლავიატურას. მე ვფიქრობ, რომ აი ეს მიმართულება კიდევ უფრო გაიზრდება და აიხვეწება და საბოლოო ალბათ ეს იქნება კიდევაც საბოლოო სახე. თუმცა საბოლოოს ვერ ვიტყვით, იმდენად სიახლე არის ყოველდღიური ტექნოლოგიებისა და შემოთავაზება მწარმოებლების მხრიდან, რომ საბოლოო სახე რას როგორი იქნება ვერ მივხვდები, მაგრამ ალბათ ისე მოხდება, რომ ყალნი წამოვლენ ქვიშანი და ელექებიანო, ალბათ სტაციონარული კომპიუტერი მაინც თავის ნიშაზე დარჩება, სადღაც თუნდაც ქვედასაფეხურზე მაინც იქნება დარჩენილი. გეიმერებისთვის და შეიძლება სტაციონარული კომპიუტერი უკვე მომავალმოთაობა, სტაციონარული კომპიუტერის кейსი აღიქვას, თქვათ, кейსის დანიშნულება და აღიქვას ის, რომ უნდა იყოს მხოლოდ სერვერი, სერვერული ფუნქციისთვის. შეიძლება ასეც იყოს, თუმცა მას რაღაცა თავისი უპირატესობები გააჩნია. ფოტო მინდო და გადაცემის Facebook გვერდზე დასადებად და რაღაცა ჩავწერე მომავლის ნოუთბუქები და ნუ ადრეც მქონდა ნანახი და ისეთი კონცეფციებია, რომ ზოგადად რასაც ჩვენ საუბრობთ, პლანშეტოფონის ტაბისა თუ ნოუთბუქის ჭიდილი შეიძლება ცალკე მიმართულება დარჩეს, აქ საუბარია ისეთ თხელ მონიტორებზე, რომელიც ქაღალდივით დრეკადია და რულონად დაახვევ. საითკენაც მიმართულება უკვე გვაქვს არაერთწარმოებელს აქვს ეს შესაძლებლობა. ტენდენცია ასეთია, რომ ჩვენ ნელ-ნელა ვითარდებით და უკვე ჰიბრიდებისკენ გადავედით, მაგრამ ჩემი ძალიან დიდი სურვილი იქნება, რომ დაიმსხვრეს ის მითი საქართველოში, რომ ჰიბრიდი არის ცუდი, რადგან მას აქვს ბევრი ფუნქცია ერთად, ეს ფუნქციები ცალ-ცალკე აღებული ძალიან, თქვათ ასე ვთქვათ, მწირი არის და ცუდად მუშაობს. ეს მათი კომფორტისთვის არის რეალურად ჰიბრიდი. რეალურად არის კომფორტისთვის. ალბათ შექმნა სამწუხაროდ, აი ალბათ 100 არის, აი 90-იანების შემდეგ უკვე თქვათ
უხარისხო მუსიკალური ცენტრები, როცა შემოდიოდა გაუგებარი ბრენდების მათი სახელწოდება რო ემსგავსებოდა ცნობილი ბრენდების სახელს და შემდეგ უკვე გრძელვადიან პერიოდში, როცა ვერ მუშაობდა, მეტყობა დასკვნა გაკეთდა ადამიანების მხრიდან, რომ რადგან არის მულტი ჰიბრიდული ის დიდი ხნით მრავალი ფუნქციის ერთნაირად მაღალხარისხოვნად შესრულებას ვერ მოახერხებს, ამიტომ ჯობია იყიდო ყველაფერი ცალ-ცალკე. რასაც მე არ ვეთანხმები. ყველაფერია ბრენდი იყიდო და იყიდო ყველაფერი ერთში თუნდაც. იმიტომ ეს ბრენდი იმას უზრუნველყოფს, რომ თუ შენ რაიმე ფუნქციის დანაკლისი გაქვს, შემიძლია ის საგარანტიო პირობა გამოვიყენო, ის ასე ვთქვათ მოთხოვნა გამოვიყენო, რასაც ბრენდი გვაძლევს, ის საშუალებასაც ბრენდი გვაძლევს ზოგადად. იმიტომ ქვია ბრენდი და იმიტომ ის შედარებით უფრო ძვირი. არანაირი პრობლემა არ იქნება ამასთან დაკავშირებით. ჩემი ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი სურვილია, რომ მითი რომ ჰიბრიდი ცუდია დაიმსხვრეს. იმიტომ რომ ზოგადად ჰიბრიდი არის ჩვენი კომფორტისთვის შექმნილი. კომფორტისკენ კიდე ყველანი ვისწრაფით მოვიდა მეთანხმებით. მითის დასამსხვრევად, ასე ვთქვათ, ჭყალებში მითის დასამსხვრევად მწარმოებლები რაღაცა მგონია, რომ ცოტა ზანტად მოქმედებენ ამ მიმართულებით. ან რისი თქმა მინდა, რომ ეს ტრანსფორმირებადი ნოუთბუქები ერთმა რო გააკეთა მე სხვა მწარმოებლებმაც მიბაძეს და ამ ხაზში უკვე თითქმის ყველა კარგ მოთამაშეს ნოუთბუქების წარმოებლებში თითო მოდელი მინიმუმ აქვთ. თუმცა რაოდენობრივად ამ ხრივ კონკურენცია თქვა არ არის ისე გაჩაღებული როგორც სხვა სეგმენტში არა ჰიბრიდულში და ფიქრობ რომ დროა უკვე ამ მიმართულებით რაღაცა მწარმოებლებმა მეტი აქტიურობა გამოიჩინონ. თქვენ რა ზუსტად ლევან რაღაცა ნაწილობრივ მეთანხმებით. ნაწილობრივ გეთანხმებით, არიან წარმოებლები, რომელსაც დიდი არჩევანი აქვთ, არიან, რომელსაც არ აქვთ. ანუ არის ზოგი აკეთებს რაღაც ნიშაზე. ზოგიერთმა უბრალოდ ნიშაზე პოზიციონირებისთვის ერთი ცალი გააკეთა და ამით დაამთავრა, ამას ვამბობ. ეს არ არის სწორი მიმართულება ალბათ ჩემი აზრით. არის რომელსაც რამოდენიმე ვარიანტი შემოთავაზება შეუძლიათ. ძალიან კარგი გასაგებია. მე მინდა საქართველოს მაგალითზე ვთქვა, მაშინ ჩემი პირადი გამოცდილებიდან ეს ჰიბრიდული კომპიუტერი, რომელსაც მრავალი ფუნქცია აქვს. პირველ რიგში ნოუთბუქი, პირველ რიგში მოთხოვნა არის ნაკლები, იმიტომ რომ ხალხს აქვს ასეთი სტერეოტიპული აზროვნება, რომ რახან არის პორტატული, რახან ყოთ ბევრი ფუნქცია აქვს, ის იქნება არახელმისაწვდომი მათთვის და აქედან გამომდინარე მოთხოვნას ნაკლებია. ისინი ამჯობინებენ უფრო ნაკლებფასიანი ნოუთბუქი იყიდონ. აი, სწორად აღნიშნა, იმიტომ რომ ჰიბრიდულს როგორც წესი შედარებით არსებობს ნაკლებფასიანი ჰიბრიდული ნოუთბუქებიც. ხარისხობრივად როგორია ხოლმე? შვენიერი. კი. ძალიან საინტერესოა. ეთერის მერე ცალკე კითხავ მოდელებზე. არ არის პრობლემა. იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს. სხვათა შორის ამ მიმართულებას ძალიან შეუწყო ხელი, არ ვიცი ახლა სარეკლამოში ჩამერთლება თუ არ ჩამერთლება, კარგი, ასე ვიტყვი, იგივე საქართველოში ყველაზე გავრცელებულმა კომპიუტერის ოპერაციულმა სისტემამ, რომელმაც გამოუშვა მერვეთაობის და ეს მერვეთაობის ოპერაციული სისტემა თავისთავად გულისხმობდა სენსორულ ეკრანის აუცილებლობას. ჩემთვის რაღაცა თავიდან რომ უყურებდი გაუგებარია ხა, როდესაც მონიტორი არ ეხსნება კლავიატურას და მაინც ერთად არის და მათ შორის არის სხვაობა, არ ვიცი, რამდენი სანტიმეტრი ახლა მონიტორსა და კლავიატურას შორის სხვაობა, ხო? სანტიმეტრებზეა საუბარი, მილიმეტრებზე თუ არა. ამ დისტანციაში სენსორული ეკრანის აუცილებლობას ასე ვთქვათ ვერ ვხედავდი, მაგრამ ამ ოპერაციულმა სისტემამ ვთქვათ რაღაცა მოითხოვა ეს და არის ესეთი კონვერსირებადი ნოუთბუქები, რომელიც ტრიალებს 190 გრადუსზე. კლავიატურა იმალება და უბრალოდ ეკრანი გაქვთ, მხოლოდ დარჩენილი წინ. შესანიშნავია, მე ეს მომწონს, ეს მოდელი, მე მგონი ვისაუბრეთ კიდევაც და სხვაც არის ასეთი უკვე არაერთი რა, რაც არის ჩემი აზრით ძალიან პრაქტიკული. და ხელმისაწვდომიც არის მაგის თქმა მინდოდა, ფასის ხრივ. კი. ხო, 1-2 წლის წინ ერთი მანქანის ფასი ქონდა. ასეთ ნოუთბუქს აქვს ის პლუსი, რომ ფაქტობრივად ის არის ერთდროულად ტაბიც და ერთდროულად ნოუთბუქი. კი ბატონო. და აქვს მერვეთაობის ოპერაციული სისტემა რა ასახავს. ასევე აქვე აღნიშნოთ ალბათ ინფორმაციის და ვიდეო დაფაც შეიძლება შეგდით რო იყოს. აუცილებლად ძლიერი. ეს შვენიერია. ინფორმაციისთვის რადიოსმენელს რომ უთხრათ, ალბათ ის უნდა აღნიშნოთ, რომ აქვე არსებობს ორმხრივი მონიტორით ნოუთბუქები. ესეც ალბათ ჰიბრიდული ხაზის განვითარება, ანუ უყურებ ნოუთბუქს, კეცავ მაინც ზევიდან მონიტორი გრჩება, სადაც გამოსახულება არის. ეს მიმართულება ალბათ კიდევ უფრო რო გაიზარდოს ამისთვის ისე ვიქ დავბრუნდები რომ რაოდენობამ კიდევ უფრო უნდა მოიმატოს რომ ფასი დავარდეს და
თქვენ როგორ ფიქრობთ ლევან ატყობთ რამე ტენდენციას რომ ჰიბრიდული ნოუთბუქების მიმართულებით რაღაც ფასის კლების ტენდენცია ნუ მე არ ვამბობ ახლა ამ დოლარის კურსის გამო ამომატებულ ფასებს ამას ნუ არ მივახცეთ ყურადღება უბრალოდ სოფლიო ტენდენციას გულისხმობ რა თქმა უნდა არის შესაძლებელი არის აკეთებენ თვითონ წარმოებლები ის რაღაცებს რომ ანუ ვთქვათ რაც არ არის ყველასთვის აუცილებელი ის ფუნქცია ამოიღონ ვთქვათ ნოუთბუქიდან და უფრო ხელმისაწვდომი გახადონ ეს ნოუთბუქი არის ეგეთი ვარიანტებიც აი მაგალითად ეხა ზოგ საერთოდ არ ჭირდება მოძრაობის სენსორები ხელებით რო აჩვენო რაღაცები ანუ აქვს ესეთი რომელიც ძვირად ღირებულ ნოუთბუქებს ესეთი ფუნქციები და აი ეგეთ ფუნქციებს იღებენ ძირითადად და რაც ანუ მაქსიმალურად ხვეწავენ რომ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ნუ ხდება ის მომენტებიც რომ მაგალითად აი რაც არ იყო ესეთი ხელმისაწვდომი ის ტექნოლოგია უფრო იაფიჯდება მაგალითად რამოდენიმე ხნის მერე და უფრო ქვემოთ და ქვემოთ მიდის ფასები ანუ ეგრეთ წალებში ფუფუნების საგნისეულ ტექნოლოგიებს რომლის ინსტალირება ხდება ძვირი ამას ყველაფერს ხსნიან და ნუ არის რომ გაიაფებულ ტექნოლოგიას ნერგავენ კი ბატონო ის რომ საბოლოოდ შედარებით ნაკლებ ფასად შესთავაზო მომხმარებელს კი ბატონო გასაგებია ჩვენი გადაცემა უახლოვდება დასასრულს მადლობა თქვენ მობრძანებისთვის პერიკე დიდი მადლობა მოწვევისთვის მადლობა წარმატებებს გისურვებთ და რადიო სვენელს კი შევახსენებთ რომ გადაცემა ტერაბაიტი ზუსტად ერთი კვირის თავზე მომავალ ხუთშაბათს 2 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კვლავ გავა ეთერში ნახვამდის პროგრესი ევოლუცია ახალი ტექნოლოგიები რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა. რა სიახლეს გვთავაზობენ მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტექნიკის წარმოებელი ფირმები. ყველაზე უახლესი ინფორმაცია და ცნობილი ბრენდების უცნობი ისტორიები. შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში. გადაცემა ტერაბაიტი. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. რადიო იმედზე.